მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აი ახლა განვაგრძობთ ისევ სიონის ბრძენკაც და კრებების ოქმების განხილვას, რა თქმა უნდა, ტრადიციულად მიმყავს მე ეს გადაცემა და ამ იდეის ავტორი არის, ამ პროექტის ავტორი ბატონი ბიძინა მესხი, მოგესალმები ბიძინა. ჩვენ უკვე კარგი ხანი გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ ეს ისეთი აქტუალური პრობლემა არის, რომ რაც წავიკითხეთ მანამდე, ის 20 ოქმი მაყურებელმა თუნდაც აი ახლა ხელმეორედ რო ნახოს რამდენჯერმე ის მაინც აქტუალური პრობლემაა სამწუხაროდ არაფერი გამოსწორებულა და იმიტომ დღეს განვაგრძობთ ამას და ამ ოქმების კითხვას და დღეს ჩვენ ვკითხულობთ 21 და 22 ოქმებს, ასე რომ დავიწყებ მე და რა თქმა უნდა შემდეგ ბიძინა უკვე ამის ანალიზს გააკეთებს და თქვენ გაგაცნობთ თუ რა წერია სინამდვილეში აი ამ ოქმებში. მე გახლავართ ჟურნალისტი ქერცი სესიაშვილი, ეს კი ტელეკომპანია პეკატივია, ტელეკომპანია პეკატივი, რომელიც თქვენთვის მუშაობს ობიექტური სამართლიანი გადაცემებით, ინფორმაციით, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში დეზინფორმაციას არ ვუშვებთ და ალბათ მართალი სიტყვისთვის გარკვეული ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ელიტთა მხრიდან თუ ელიტარულ პიროვნებებთა მხრიდან, არ ვიცი ამას როგორ ვუწოდოთ, რაღაცნაირად ვისჯებით, მაგრამ არ აუშავს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და მამული ენა სარწმუნოება. ოქმი ნომერი 21. საშინაო სესხები, პასივი და გადასახადი კონვენციები, გაბანკროტება, შემნახველი სალაროები და რენტა, საფონდო ბირჟების გაუქმება, სამრეწველო ფასეულობების ტაქსირება. წინა შეკრებაზე მოხსენებულს დავუმატებ საშინაო სესხების განმარტებას. საგარეო სესხზე არაფერს ვიტყვი, რადგან ის გვკვებავდა გოიების ეროვნული ფულით. ჩვენი სახელმწიფოსათვის არ იარსებებს უცხოური, ესე იგი რაიმე საგარეო. ჩვენ სარგებლობდით ადმინისტრატორთა გამყიდველობით და მმართველთა დაუდევრობით. ორმაგი, სამმაგი და მეტი თანხის მისაღებად გოი მმართველს სესხად ვაძლევთ სახელმწიფოსთვის არასაჭირო ფულს. ვინ გააკეთებდა ამას ჩვენთან მიმართებაში, ამიტომ ვისაუბრებ საშინაო დეტალებზე. ამ სესხის გამოცხადებით სახელმწიფო იწყებს ხელმოწერებს თავის ვექსილებზე, ესე იგი პროცენტიან ქაღალდებზე. ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, ფასი მერყეობს 100-დან 1000-მდე. მე მგონი დღევანდელ სავალუტო კურსსაც უნდა შევხედოთ არის ფასიან ქაღალდებზე. არა, კი, მაგრამ აი რატომღაც უძე პარალელი იქითაც გავავლე, რომ ძალიან მერყეობს და მე არ ვიცი ლარი რა დღეშია ხოლმე ამ დროს. გარდა ამისა, დაწესებულია შეღავათები პირველ ხელმოწერებზე. მეორე დღეს ხელოვნურად უწევენ ფასს ვითომ დიდი მოთხოვნილების გამო. რამდენიმე დღის შემდეგ ხაზინის სალაროები თითქოს გავსებულია, ხელმოწერამ თვით გადააჭარბა რამდენჯერმე სესხის რაოდენობას. სწორედ ამაშია მთელი ეფექტი. აი როგორ ირწმენით ეკიდებია მთავრობის ვექსილებს. როცა კომედია გათამაშდება, წარმოიშობა პასივის, ამასთანავე ერთობ მძიმე პასივის ფაქტი. პროცენტების გადასამეტებლად საჭიროა მივმართოთ სესხებს, რომელიც უფრო გაადიდებს ვალს, როცა კრედიტი გამოილევა, საჭიროა ახალი გადასახადით დავფაროთ არა სესხი, არამედ პროცენტები. მისი პროცენტები, ეს გადახდები პასივია, რომელსაც ვიყენებთ პროცენტის დასაფარავად. ასე მგონია, აი ახლა მე ვდგავარ საქართველოს რომელიმე ბანკში, განსაკუთრებით TBC ბანკში და ვიხდი აი ამ პროცენტებს, რომელსაც მოკლედ აღარ უჩანს. რამდენი წელია, ესე იგი კრედიტებს ვიხდი და კიდევ ხო განსაკუთრებით ბაზის ბანკი. ესე იგი თითქოს მინიმალურს იხდი ცოტას, მაგრამ ძირი ვერ დავფარე ვერაფრით. და კიდე უამრავი თანხა დამრჩა გადასახდელი. არ ვიცი, რაღაც კატასტროფაა.
შემდეგ იწყება კონვენციების დრო. ისინი ამცირებენ პროცენტების გადასახადს, მაგრამ არ ფარავენ ვალს. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია სესხის გამცემზე. კონვენციის გამოცხადებისას ფული უნდა დაუბრუნდეს იმათ, ვინც თანახმა არ არის თავისი ქაღალდის კონვერტირებისა. თუ ყველა უარს იტყვის კონვერტირებაზე და მოითხოვს თავის ფულს, მთავრობა თავისივე დაგებულ ხაფანგში გაებმება და ვერ გადაიხდის აღნიშნულ თანხას. საბედნიეროდ ფინანსურ საქმეებში ჩაუხედავი გოიების მთავრობის წარმომადგენლები ყოველთვის ირჩევენ კურსის დაკარგვას და პროცენტების შემცირებას. საშინაო ვალის შემთხვევაში გოიები ასეთ თამაშს ვერ წამოიწყებენ, რადგანაც იციან, რომ ჩვენ ყველა ფულს მოვთხოვთ. ასეთი გზით აღიარებული გაბანკროტება ყველას დაანახებს ხალხსა და მთავრობას შორის კავშირის გაწყვეტას. მოდით ახლა აი აქამდე წავიკითხოთ, რომ ბიძინამ აი ამ წაკითხულზე გააკეთოს მიმოხილვა. რა თქმა უნდა, კომენტარი და მიმოხილვაც გაგვიკეთეთ. კი ბატონო. თითქოს გასაგებია ყველაფერი, რასაც კითხულობთ, მაგრამ მაინც გასაგები ხალხური ენით ვისაუბროთ, კი ბატონო. კი ბატონო. პირველ რიგში მე მევესალმები ტელემაყურებელს ამ ხანგრძლივი პაუზის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ეპიდემიური პერიოდით, ის ჯერაც არ ჩამსხრალა და საერთოდ როგორც წესი არის ხოლმე ნასესხების დასრულებამდე, ანუ 20 აპრილამდე და შემდეგ უკვე მიდის პროცესი ჩაცხრობისაკენ და ამიტომ ხშირად ვავადმყოფობთ ხოლმე ეგ ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ. და ძვირფასო მეგობრებო, რაც შეეხება კიდე დანარჩენს, ეს არის 21 ოქმი. და აქ არის ლაპარაკი ძირითადად ეგრეთ წოდებულ კაბალურ სესხებზე, რომელსაც ესა თუ ის მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციები, რომელთა ასე ვთქვათ, საბოლოო მიზანი არის სახელმწიფოს დაკაბალება, აძლევენ სესხლს ამა თუ იმ სახელმწიფოს და განსაკუთრებით ეს ეხებათ როგორც განვითარებად, ისე განუვითარებელ ქვეყნებს, ანუ იგივე ბანანის რესპუბლიკებს. ჩვენ რომელში შევდივართ? ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა ამ ეტაპზე. ანუ განუვითარებლობის პერიოდი გამურია. ანუ ჩვენ ვართ მეორე სტადია ამ კატეგორიის. სააპელაციო მომენტში ვართ ხოლმე. ან განვითარდებით, ან არა. არა, განვითარდებით, ვითარდებით. ყველა ვარიანტში განვითარდებით, იმიტომ რომ ქართველებს ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში თავისი სიტყვა თქვას და ნებისმიერ პრობლემას დააღწიოს თავი, ღირსეულაც. და რაც შეეხება უკვე უშუალოდ ამ თემას რო დაუბრუნდეთ, აქ არის ლაპარაკი რაზე, როდესაც ქვეყანას ყავს უკვე მასონების მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება, ისინი გარიგებულები არიან ერთმანეთთან და ეს სესხები ამ თავისი კაბალური პირობებით ძირითადად აწვება თურთად ისევ და ისევ მოსახლეობას და სარგებელს ნახულობს როგორც ხელისუფლება, ასევე ის კონკრეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის მიზანი კიდევ ერთხელ ვამბობ არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ჩაკლა და მათ დაქვემდებარებაში ყოფნა. საერთოდ მოსახლეობის კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის, რომელთაც ხორციელდება ეს კონკრეტული საფინანსო ოპერაციები. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სესხებზე. ეს ძალიან მოკლედ. კი ბატონო, მოდი ახლა ცოტა გადავიდეთ თანამედროვე ცხოვრებას, თანამედროვეც რაც ვიძახი, აი ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე, კონკრეტულად საქართველოში. ეხლა გოიები კიდე სხვაგან არიან, სხვაგანაც არიან. გოიები, როგორც ადრე აღნიშნეთ, ეს არის არაებრაელი მოსახლეობა. კი ბატონო, და მე ახლა კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ქართველიერი მაინტერესებს. მოდი შევხედოთ ბანკებს. არის კი ისეთი ბანკი დღეს საქართველოში, რომელიც ხალხის ინტერესებზე მუშაობს. ყველა ბანკი. აი ვთქვათ, ხო არის, აი სხვადასხვა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის ბანკები, რომლებიც დაბალ პროცენტიანი განაკვეთით არის, ხო? აი ჩვენთან რა ხდება და როგორ მუშაობენ ბანკები?
ჩვენთან ესე რა საერთოდ ყველა ბანკს აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი. ეს მუშაობს აუცილებლად მოგებაზე, სადაც არ უნდა იყოს და როგორი ბანკიც არ უნდა იყოს. კი, მაგდენი მესმის. და რაც შეეხება უკვე ჩვენთან რა ხდება, ჩვენთანაც არის აბსოლუტურად იგივე სიტუაცია, რაც ახლა დავიკითხე, ახლა ეს კომენტარი გავაკეთე. იმიტომ რომ თავიდანვე რო შემოვიდნენ აქ, ხო? პირობები იყო ეს, რომ სულთა კაბალური პირობები, ახლა ცოტა დაიწია პროცენტება, თორე თავიდან ყველაზე მინიმალური პროცენტი იყო 36, ყველაზე მინიმალური. ხო, ეგ არის. ზუსტად 36% და რო ჩამოვიდა 18%-ზე რამოდენიმე წლის წინ, გარკვეული უკმაყოფილებაც კი იყო გამოთქმული საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი დაქვემდებარებული ექსპერტების მხრიდან, რომ რატომ ეს და არა, რატო არ დარჩა და ამას მთელი ის მოყვა შემდეგ მითმა მოთქმა და გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ დღეს არის ისე, როგორც არის და ესეც დღევანდელი პირობების გათვალისწინებით მაინც არის საკმაოდ მაღალი პროცენტი და უпростоროდ ვთქვათ ძალიან მაღალი პროცენტი. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს ბიძინა. ერთია ბანკის აი ეს სესხები, სამომხმარებლო სესხები, არის საკრედიტო სესხები და მოკლედ ფარავ ამას და ვერ ფარავ რა. არ არსებობს მე მგონი ადამიანი დღეს ჩვენთან საქართველოში, რომ ბანკის სესხი არ ქონდეს. ანუ ცხოვრობს ადამიანი, ის კი არა დაკრძალვაც, ქორწილიც და ელემენტარულად კინოში წასვლაც ბანკის სესხებზე გადის. და მოდი აი ეს კიდევ ერთხელ აი ამ ძიმე მდგომარეობას რაღაცნაირად შევეხოთ, აი შენი აზრით გასაგებია რომ რეალური სურათი ასეთია და არ ახალ რაღაცას ვამბობ ინფორმაციას მე მაყურებლისთვის. აი შენი აზრით როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ აი ამ სამომხმარებლო და მით უმეტეს სწრაფ სესხებს, რომლითაც მომხმარებელი მოქალაქე ბანკის თანამშრომლებს ბანკს შეყავს ძალიან დიდ შეცდომაში და ეს სწრაფი სესხი არის ისეთი სესხი, რომელიც ძირს ვერ ფარავს და არის მხოლოდ იმ პროცენტებით, რომელიც ყოველთვიურად უფრო და უფრო იზრდება. ანუ ეს არის რაღაცა კატასტროფული მომენტი. როგორ შეგვიძლია ხა ფასიანი ქაღალდები ყოველთვის იყო და მართლა ინტერესი იყო, მაგრამ ფასიანი ქაღალდების ქონა ყველას არ შეეძლო. ამიტომ ფასიანი ქაღალდების მფლობელი ხდებოდა მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ფენა. ეს ალბათ კარგიც იყო რომ ასე იყო, მაგრამ ბანკის სამომხმარებლო სესხის, სწრაფი სესხისა და კრედიტების მომხმარებელი ხდება თითქმის ყველა მოქალაქე, რომელიც არის სრულწლოვანი და მე მგონი არასრულწლოვანებშიც გადავიდა უკვე ეს ამბავი, რომ შეუძლია სესხი გამოიტანოს ყველას. არ ვიცი ახლა ეს არასრულწლოვანებში არის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 18 წლის ასაკიდან უკვე არის. აი რა გზას უნდა მივმართოთ, რა უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ჩვენ აი ასეთ კაბალურ პირობებში აღარ ვიყოთ და არ წამოვეგოთ ბანკის ანკესზე. პირველ რიგში როდესაც სესხს ვიღებთ, უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ცივი გონებით და ძალიან დიდი ესეთი გათვლა გჭირდება გააზრებულად, კარგად გააზრებულად, მაშინ ასე ვიტყვი, უფრო გასაგებად. კარგად გააზრებულად, კარგად გათვლილი ბიზნეს გეგმა უნდა გქონდეს და უნდა ვიცოდეთ რას ვიღებთ, რისთვის ვიღებთ, თავისი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, ასე თუ ისე და არ უნდა დავხარჯოთ არა მიზნობრივად, ასე ვთქვათ, ანუ ხარიხარალეში რო გვიყვარს ხოლმე ხანდახან აი ესე სანამ ჩვენ ამ სესხს არ დავფარავთ. კარგი. ადამიანი პირველ რიგში ეს და უფრო შორს წავალთ, ხო, უფრო გლობალურ მასშტაბში წავალთ, აქ არის ლაპარაკი ძირითადად ფასიან ქაღალდებზე. მესმის, მაგრამ ფასიანი ქაღალდების ქონა დღეს ყველას არ შეუძლია. ხო და მაგას ვამბობ, თუ უფრო შორს წავალთ, ხო, აქ არის ძირითადად რა ლაპარაკი რაზე. რომ ესენი მოქმის ავტორები გვეუბნებიან ჩვენ რას
რომ ეს კრედიტები ყველაფერი ემსახურება ერთ რამს ჩვენს გავლენას კონკრეტულ სახელმწიფოზე და შემდგომში მთელ მსოფლიოზე, ჩვენს გავლენას და აქ არის ლაპარაკი რაზე, რომ ამას რო წინააღმდეგობა გაუწიო, ხო? პირველ რიგში უნდა იყოს ხელისუფლება ისეთი, რომელიც თვითონ არ დაექვემდებარება იმ დიქტატს და იმ შანტაჟს, რაც ეს ორგანიზაციები აწარმოებენ და საზოგადოებაც ასევე მხარდაჭერად უნდა კონდეს ამ ხელისუფლებას საზოგადოებაში, ისეთი რომ ორივე მერთად მოახერხონ იმდენი, რომ დააღწიონ იმ ეკონომიკურ პრობლემებს თავი ისე, რომ არ დასჭირდეთ ზედმეტი სესხები და ეგრეთ წოდებული არასაჭირო ფული რო არის აქ ნახსენები, ხო? ეს ფული არის ძირითადად ის ფული, რომელიც მიეცემა ხელისუფლებას თავისი კორუფციული ბუნების რა თქმა უნდა დასაკმაყოფილებლად და ეს კორუფცია შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ კონკრეტული ხელისუფლება ამა თუ იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომელიც არის უკვე ამ სიონისტთა და მასონთა გავლენის ორგანიზაცია, შემდეგ კარნახობს ამ ხელისუფლებას თავის პირობებს. არ შეასრულებს, რასაც ეტყვიან და არც ეს ფული მიეცემათ და სიცოცხლესაც დაემშვიდობებიან, როგორც თვითონ ასევე მისი ოჯახის წევრებიც. ასე რომ აქ ეგეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და თუ უბრალოდ მოქალაქეებზე მიდგება, ხო, საქმე, ეგ არის რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ავიღოთ ისეთი სესხი, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული. და კარგად გაუთვლელი არ გვექნება ეს. იმიტომ რომ ეს ყოველთვის დამღუპველია შემდგომ. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ისევ სესხებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ კიდევ მეორე ფასიანი ქაღალდები, აქ რაზეც არის საუბარი, დღეს ყველას არ ხელეწიფება, რომ ფასიანი ქაღალდების მფლობელი გახდეს და ამიტომ მე ძირითადად ბანკის სესხებზე მაქვს, მაგიტომ მაქვს ბანკის სესხებზე საუბარი, რაც ყველა ჩვენთაგანის პრობლემას და ტკივილს წარმოადგენს. მე წაღან აღნიშნე და თანაც ხაზგასმით, რომ დღეს მიცვალებულის დაკრძალვაც პრინციპში სესხებით ხდება, ბანკის სესხებით. მიცვალება, ადამიანის გარდაცვალება არ არის, ხო, გათვლილი ადამიანის მიერ, რომ მე დღეს უნდა ავდგე და მოვკვდე და ფული რო არა მაქვს, ოჯახის წევრებს უთხრა, იცი რა, ეხლა შენ წადი გაიქეცი და ვინმეს განისესხე, იმიტომ რომ მე დღეს უნდა მოვკვდე. ანუ ადამიანმა არ იცის, როდის გარდაიცვლება და მით უმეტეს, როდესაც მისი ოჯახის წევრებიდან უმეტესობა უმუშევარია. და არიან, თქვათ, არასრულწლოვანებიც მის ოჯახში. ესე იგი, ტვირთი გადმოდის ადამიანებზე, რომლებიც იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ასე თუ ისე შეუძლიათ ბანკის სესხი გამოიტანონ. მაგრამ მე იმისი გადახდა ძალიან უჭირთ. მე ძალიან მაინტერესებს ბანკი, რომელიც დღეს დაფუძნებული არის იმისათვის, რომ ხელისუფლების შტოს წარმომადგენელთა და ეგრეთ წოდებული ელიტართა სიამოვნებაზე იზრუნოს, ანუ თავიანთ სიამოვნებაზე იზრუნონ და მოსახლეობას უძვირებენ სოციალურ პირობებს, ეს არის, თქვათ, კომუნალური გადასახადების და ასე სწავლის ქირის და ასე შემდეგ, ყველაფერი აბსოლუტურად ფასიანი გახდა, ფასიანი ქაღალდებით არის ყველაფერი ეს. აი, ადამიანს აღარ შეუძლია და ზოგი ალბათ ყულფში გაყოფს ხოლმე მერე თავს, ან ტყვიას დაიხლის შუბში, ან ვიღაცა მოკლავს მათ და ან ბინიდან გამოასახლებენ, ეს ყველაზე, რა ვიცი, გლობალური გახდა, ბინიდან გამოსახლება და ადამიანების უსახლკაროდ დარჩენა. ანუ ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ის მაინც დამოკიდებულია ბანკზე დღეს. მარტო ტაშფანდურისთვის არ ხდება ეს. ელემენტარულად გარდაცვალების მომენტს ვამბობ და მეორედ, სანამ ახალგაზრდა გახარ და სისხლი გიდუხ სახლში, ბოლო-ბოლო მამაკაცი, ახალგაზრდა კაცი შეყვარებულია გოგონაზე და მას სურს რომ კინოში დაპატიჟოს, მაგრამ არ აქვს ფული. მიდის და იღებს თუნდაც იმ მინიმალურ სესხს. და შემდეგ უკვე ეს მინიმალური სესხი გადადის ძალიან დიდ პროცენტებში. ესე იგი, ჩვენთვის ეს სამომხმარებლო სესხი არის ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც ადრე ჩვეულებრივ პასივები, აქტივები და ასე შემდეგ ვიღაცების ჯიბეში აი ესე ფასიანი ქაღალდების მეშვეობით გადადიოდა. ჩვენ დღეს სესხებზე ვართ დამოკიდებულები.
კეთე აი რა უნდა მოვიმოქმედოთ საამისოდ შენი აზრით, თორე მე უკვე დაახლოებით ვიცი რაც უნდა უთხრა ბოლოს მაყურებელს. გასაგებია. ჩემი აზრი რა თქმა უნდა. ხო. კი ბატონო. ეს საერთოდ ფასიანი ქაღალდი და სესხი თავში შინაარსით ერთმანეთისაგან განსხვავდება. კი ბატონო, მაგრამ მე იმიტომ ვამბობ. ხო და რასაც შენ ამბობ, ხო რომ ხანდახან ხდება ესეთი ბიც რომ კრედიტის სესხი უნდა იყო რომ მიცვალებული დაგზალო, ხო? ხანდახან ხდება, ძალიან ხშირად ხდება. ცალკეული შემთხვევებია, მოდი ვთქვათ ასე რა. არ არის ცალკეული შემთხვევა. იმიტომ რომ ეს არ არის ძალიან ხშირი, ნამდვილად არ არის, მაგრამ ცალკეული შემთხვევებია, ეხლა რამ პროცენტებზე. შენ მხარეს ძალიან აწყობილია ცხოვრება, მაგრამ ჩემ მხარეს მე ვისაც ვიცი, რომ ძალიან მე ჩემთვისაც ჩემ მხარესაც ყოფილა ეგეთი შემთხვევები, ჩემ მხარესაც ყოფილა, ჩემ სანაცნობოში, სამეგრობოში ყოფილა. ძალიან ხშირი. მაგრამ გაგვიკეთებია ისე, რომ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები დამდგარ ვართ და ეს პრობლემა მოგვიგვარებია. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ეს ელემენტარული, თუნდაც სანაცნობო წრე აღარ აყავთ, იმიტომ რომ და რაც შეეხება კიდე უყურე, კი, რაც შეეხება კიდე ხო არსებობს იგივე სპეციალური პროგრამებიც არსებობს, რომელიც ამას ეხმარება, მაგრამ აი კონკრეტულად რა უნდა ვქნათ ასე დროს, ხო? კონკრეტული შეკითხვა ეს არის. კონკრეტული შეკითხვა ჩემოკარგო, რახან ეს არის, რა უნდა ვქნათ ეს, ხო? გამოსავალი რა არის აქედან? გამოსავალი არის ისევ და ისევ ციგონებით დიახ, გააზრებულად, კარგად გააზრებულად და თანაც თავდაუზაგოა თან პრობლემის როდესაც ადამიანს უჭირს ის ცივი გონებით ვეღარ ფიქრობს და მეორეც კიდევ რომ მიდის და იმ წვრილად ნაწერ 25 გვერდს ვერ წაიკითხავს კეთი შეგიძლია სესხი აიღო ადამიანმა აიღო მაგრამ შემდეგ სანამ იმ სესხს არ დაფარავ მერე ხო აი მანამდე ჩათვალე რომ ბევრ რაღაცაზე რასაც აკეთებდი თუნდაც მინიმალური სიამოვნებისათვის უნდა თქვა უარი. კარგი. სანამ იმ სესხს არ დაფარავ. ესე იგი ბიძინას ახსნით, შეიძლება ბიძინა ამ წუთას ძალიან მართალია თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება თვალები გახელილი ვიყოთ, მაგრამ პრინციპში მიცვალებულები ვიყოთ სიცოცხლეშივე. იმიტომ რომ ყველაფერზე თუ უარი ვთქვით ელემენტარულად ყველაფერზე უარის თქმა არ არის საჭირო, მაგრამ გარკვეულ თავშეკავება არსებობს და ეგეთი პოპულარული გამონათქვამიც არსებობს ქამრების შემოჭერა. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდი ხელისუფლებამ შემოიჭიროს ჯერ ქამრები და მერე ჩვენ მივყვებით მას. კარგით, განვაგრძოთ. მე ბოლოს გავაკეთებ ჩემ შეხედულებით ვიტყვი, უბრალოდ ჩემ შეხედულებას ვიტყვი ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ალბათ რაღაცა ცოტა გასათვალიერებლად. ხო, შეიძლება, მე არ ვიცი. მაგრამ მე რაღაცა უცებ გადავხარშე ტვინში რაღაც. კი ბატონო. თქვენ განვაგრძობთ ჩვენ 21 ოქმის კითხვა. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ გარემოებას. ახლა ყველა სესხი კონსოლიდირებულია ისეთი ვალით, რომლის გადახდის ვადა მეტნაკლებად ახალია. ეს ვალი შეტანილია შემნახველ და დამატებით სალაროებში და პროცენტების წყალობით განუხრელად იზრდება. ყოველივე ეს განაპირობებს გოიების სახელმწიფო სალაროების მარცხს. როცა ჩვენ ავალთ მსოფლიო ბრძანებლის ტახტზე, ასეთი ფინანსური ხრიკები უკვალოდ აღმოიფხვრება. ასევე განადგურდება საფონდო ბირჟები, რადგანაც ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟი შეირყეს ფასების არამდგრადობით. ბირჟას შევცვლით სახელმწიფოს საკრედიტო დაწესებულებებით, რომელთა ფუნქცია იქნება სამრეწველო ფასეულების ტაქსირება. ამ დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი დღის განმავლობაში ბაზარზე შემოიტანონ 500 მილიონი სამრეწველო ქაღალდი, ან იყიდონ ამდენივე. ამ გზით ყველა სამრეწველო ორგანიზაცია ჩვენზე იქნება დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, რა ძალას მოვიკრებთ ამის საშუალებით და ამით მთავრდება 21 მუხლი. კი ბატონო, მან არის ძალიან ნიოლი კომენტარი აქვს გასაკეთებელი, აქ არის პირდაპირ ნათქვამი, როგორც კი დამყარდება ანტიქრისტეს მმართველობა. მაშინვე განახორციელებენ ყველაფერს იმას, რაც შენ წაიკითხე.
კი ბატონო. ეს აქვთ გეგმაში მათ. კი ბატონო და მე მგონი უკვე თითქმის გამეფებულია ანტიქრისტე, იმიტომ რომ ჩვენ ვარ ძალიან კაბალურ პირობებში. მე საქართველოზე მაქვს ამ წუთას საუბარი, ისე მსოფლიოც პრინციპში დაინგრა. საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგა მსგეთი. მეუხედავთ იმისა, რომ ძალიან რთული სიტუაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დავაღწევთ თავს. კი ბატონო, უნდა ამას აუცილებლად უნდა წინაპირობა ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ეგ თავის. და თანადგომა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით სიყვარული არ ჩანს. ერთეულებში თუ არის ეს გრძნობა, ისე გამიკვირდება ხოლმე, რადგან სიყვარულზე გვაქვს უკვე საუბარი. ისე გამიკვირდება ხოლმე, აი სადმე რომ შევალ და გამიღიმებენ, ოღონდ არა იმ ჰოლივუდური ღიმილით, აი რაღაც გაყინული, არაფრის მთქმელი, რაღაც უაზროდ რო გიცინიან, იმიტომ რომ ტრენინგ გავლილები არიან და იციან რომ უნდა გაუღიმონ მომხმარებელს. არა, აი ინგლისურად რო გელაპარაკებიან, სრულიად ბუნებრივად, ხო? გულწრფელად რო გაგიღიმებენ და აი თვალებით რო გიცინიან, იმ დროს ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ჩემს რესპონდენტებთან, ან რა ვიცი, მომსვლელთან, გინდა კლინიკაში, ჩვენს კლინიკაში მომსვლელთან, აი ესეთი დამოკიდებულება და სულ მინდა რომ გამოვხატო თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ ქმედებაზე მადლიერება. აი, როდესაც ჩვენ ყველანი ისევ ისეთები გავხდებით, როდესაც შეგვეძლო მადლიერების გამოხატვის უნარი, როდესაც გქონდა, აი მაშინ მართლა ვისწავლით სიყვარულს, დავიბრუნებთ ამ გრძნობას და აი მაშინ უკვე ვეღარაფერი ვერ დაგვემუქრება. გეთანხმები აბსოლუტურად. მოდი, ოქმი ნომერი 22. მომავლის საიდუმლოება, მრავალსაუკუნოვანი ბოროტება, როგორც მომავალი სიკეთის საფუძველი, ხელისუფლების ძალა და მისი მისტიკური თაყვანისცემა. მე ვცდილობდი თქვენთვის ამეხსნა წარსულის და აწმყოს საიდუმლოებანი, რომელთაც მივყავართ ახლო მომავალში მოსალოდნელ დიდ მოვლენებთან, საიდუმლო კანონებიდან ამ თემას მხოლოდ მცირეოდენს დავუმატებ. ჩვენს ხელთაა უდიდესი ძალა ოქრო. ორ დღეში შეგვიძლია ამოვიღოთ სამალავებიდან განუსაზღვრელი რაოდენობით. ნუ თუ კიდევ მოგვიწევს ვამტკიცოთ, რომ ჩვენი მმართველობა ღვთით დადგენილია, ნუ თუ ასეთი სიმდიდრით ვერ დავამტკიცებთ, რომ ბოროტება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ჩავდიოდით, სიკეთისათვის, ყველაფრის წესრიგში მოყვანისათვის იყო განკუთვნილი. წესრიგი აუცილებლად დამყარდება, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ კეთილის მყოფელნი ვართ. ჩვენ მოვუტანეთ ტანჯულ დედამიწას სიკეთე და პიროვნების თავისუფლება. პიროვნების თავისუფლება სულ არ გულისხმობს სხვისი და საკუთარი თავის აღვირახსნილობას. უწესრიგო ბრბოს წინაშე უმსგავსო ორატორობას ჭეშმარიტი თავისუფლება მდგომარეობს პიროვნების ხელშეუხებლობაში. ადამიანის ღირსება საკუთარი უფლებების და უუფლებობის შეცნობა და არა საკუთარ თავზე ფიქრი. ჩვენი ხელისუფლება დიდებული იქნება, რადგან იქნება უძლებელი. მართავს და უხელმძღვანელებს ხალხს, ყურს არ უგდებს ლიდერებს და ორატორებს, რომლებიც უაზრო სიტყვებს გაჰკივიან. ისინი ამ სიტყვებს მაღალ პრინციპებს ეძახიან, მაგრამ არაფერია გარდა უტოპიისა. ჩვენი ხელისუფლება იქნება წესრიგის დამამყარებელი. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანთა ბედნიერება. მისი მიზანია ხალხს დააგონოს თავისი მისტიკური თაყვანისცემა და გაღმერთება. ჭეშმარიტი ძალა არ დაემორჩილება არავითარ ნებას. თვით ღმერთსაც კი ვერავინ ვერ გაბედავს წაართვას ერთი ბეწო ძალა და ამით მთავრდება 22 ოქმი. კი ბატონო. მოდი, აბა. კი ბატონო. ესე იგი, ესენი უკვე მოსულები არიან ხელისუფლებაში ანტიქრისტე, ოღონდ აქ არის ლაპარაკი რაზე, როდესაც გამეფთება ანტიქრისტე. ეს ზუსტად ის პერიოდია, იმაზეა ლაპარაკი, როდესაც ესენი უკვე საკუთარ იდეოლოგიას, საკუთარ სამართლებრივ და ეკონომიკურ ასე ვთქვათ, მიდგომებს განახორციელებენ უკვე ყველგან მთელს მსოფლიოში და არავის არ მოусმენენ, იმიტომ რომ როცა ამბობენ, რომ არავის არ მოусმენენ და ლიდერებს ყურადღებას აღარ მიაქცევს ხალხი, ეს იმიტომ რომ მას უკვე წინააღმდეგობას ვერავინ ვერ გაუწევს და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება და არის საღათ მოაზროვნე, ხო?
იქნება ან გარდაცვლილი, ან სახელგატეხილი, ან ჩაწეხლული, ისე რომ მათი ავტორიტეტი იქნება ნოლის ტოლი. და ნუ ეხლა დანარჩენი ვინც რაღაცას კმას ამოიღებს, მათ ასე ვთქვათ, არანაირი წონა არ ეკნებათ მათ ნათქვამს. და ესენი გააკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც ამ შემთხვევაში უნდა ანტიქრისტეს და ყველაფერი ის იქნება ისე, როგორც უნდათ მათ ამ სიონისტებს და მასონებს და ანტიქრისტეს მმართველობა იქნება ისეთი, როგორც არის აქ მითითებული. გასაგებია ბიძინა, რაც თქვი მართალი ხარ. უბრალოდ მე ჩემი შეხედულება მინდა ვთქვა, ჩემი შეხედულება, ეს ჩემი თვალსაზრისია, თავს არავის არ ვახვევ, მაგრამ გამოსავლის აი ამ პრობლემებიდან გამოსვლის საშუალება მინდა, რომ აი წარმოვიდგინო მე თვითონვე, იმიტომ რომ მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მე ზუსტად ჩვეულებრივ ის ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში საკმაოდ ფუფუნებაში ვიცხოვრეთ, მაგრამ დღეს როგორც უმეტესობა, ასევე ძალიან მძიმე მატერიალურ და ეკონომიკურ პირობებში ვართ. ვფიქრობ, რომ ჩვენ, როდესაც ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ყოველ შემთხვევაში 50%-ზე მეც გვექნება, თუნდაც არ იყოს 50%, 40% იყოს, გვექნება ერთმანეთის სიყვარული ადამიანებისა, ჩვენ ჯაჭვური რეაქციით გავალთ უკვე შორ ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ, ფართო ასპარეზზე და იმათაც კი, ვისაც ვთქვათ, ეშინია დღეს ამ სიყვარულის გამოხატვა და გონიათ, რომ რაც მეტი აგრესია ექნებათ, მით უფრო კარგად იქნებიან ისინი და რაც უფრო მეტ ადამიანს დაამცირებენ და წიხლით გათელავენ, მით უფრო უკეთესად იქნებიან, რაც უფრო მეც მოკლავენ და ფულს წაართმევენ, მით უკეთესად იქნებიან და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. სიძულვილიდან ჩვენ უნდა გადავიდეთ აუცილებლად სიყვარულზე, ოღონდ სიყვარულზე ვერ გადავალთ, თუ რა თქმა უნდა, არ გვექნება კიდევ მადლიერების გამოხატვა და მადლი თვითონ ეს სიტყვა ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოდის უფლიდან. დღეს ჭიდილია ბოროტსა და კეთილს შორის, ანუ ეშმაკსა და უფალს, ეშმაკი ეჭიდება უფალს, თორე უფალი არავის არ ებრძვის. აი, როდესაც ვირწმუნებთ ჩვენ ამას, ხო, მადლი ვისგანაც მოდის, აი იმის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება სიყვარული. და როდესაც ჩვენ გვეცოდინება სიყვარული, ჩვენ დავდგებით ერთად და დავძლებთ ერთად აი ამ სოციალურ პრობლემებს. ახლა კი, სანამ ეს მომენტი დაგვიდგება, რომ ჩვენ ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული ვისწავლოთ, უბრალოდ გამოვიდეთ ერთი მომენტიდან, გვიჭირს და სამუშაო არ გვაქვს და გვაქვს ბანკის ვალები. მოდით, მარტო მე რომ აღმოვჩნდე ბანკის წინ მდგომი და არ გადავიხადო, მე დამაჯარიმებე. მარტო თითოეული ადამიანი, ანუ გათდოკაცებული ადამიანი, რომ დადგეს და არ გადაიხადოს, არაფერი არ გამოვა. აი ჩვენ თუ ყველა ერთად მივხვდებით იმას, რომ ძალიან გვიჭერს, არა და იძულებულნი გავხდით, რომ აგვეღო ეს სესხები, არა იმისათვის, რომ ტაშფანდურაში დავხარჯოთ, ახლა ტაშფანდურაში ვინც დახარჯავს და ვინც წავა, ვთქვათ, რაღაცა უაზრო რაღაცაში გასაფლანგა და აი ამ ფულისა, ხო, იმ ადამიანებზე არა მაქვს ლაპარაკი, მე მაქვს იმ ადამიანებზე საუბარი, რომელთაც არც სამსახური აქვთ, არც არანაირი შემოსავალი არ აქვთ, პენსია ძალიან მცირე, თუ კი საპენსიო ასაკის არის, პენსია ეს არის დამამცირებელი, იმიტომ რომ მე მივხვდი ამას, როგორი დამამცირებელი ოდენობის არის ჩვენი პენსია. იმით ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი. და თან არის ესეც კაბალურ პირობებში, იმიტომ რომ პენსიონერი რომ მივიდეს და ელემენტარულად აიღოს კრედიტი, თავისი წინასწარ აიღოს 1-2 თვის კრედიტი, საშინელი კაბალური პირობები აქვს იმ ბანკს, რომელსაც დღეს ჩვენთან საქართველოში ეგრეთ წოდებული ლიბერთი ბანკი ქვია. მე არც ეს ლიბერთი ბანკი შინაარსობრივად სინამდვილეში რა ხასიათს ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის პენსიონერებზე კი არ ზრუნავს, პენსიონერებს ძალიან სერიოზულად ძარცვავს და ანადგურებს. ასე რომ ჩვენ თუ
მოვითხოვთ იმას, რომ აი გავაპროტესტებთ უბრალოდ და ვიტყვით, რომ ჩვენ ვეღარ ვიხდით და ჩვენ არ გადავიხდით აი ამ ხელა პროცენტებს. 36-დან გინდა 18%-მდე იყო შემოსული. როგორ შეიძლება განვითარებად ქვეყანაში აი ესეთ სახელწოდება რო გვია და ღმერთმა იცის ჩვენ როდის განვითარდებით, რადგან აი ასე დაგვცინიან, ჩვენ ელემენტარულად 18%-საც ვერ გადავიხდით, ვერც 15%-ს გადავიხდით და ვერც 12%-ს. უნდა იყოს, რადგან ბანკი ხარ და მოგებაზე ფიქრობ, მაშინ უფრო დიდ მოგებაზე გაყავ, თუ კი შენ ამ პროცენტს სადღაც ისეთ მინიმალურ ზღვარამდე დაიყვან, როგორიც არის თქვა 3-4, მაქსიმუმ 5%. ამ დროს მომხმარებელი სერიოზულად გამოგიჩნდება და თან ისეთი მომხმარებელი, რომელიც შეძლებს ბანკის სესხის დაფარვას. ეს ჩემი მე არც ეკონომისტი ვარ, არც ფინანსისტი არა ვარ, უბრალოდ ამ წუთას როდესაც ბიძინას მე ვეკითხებოდი რა არის გამოსავალი, არც ბიძინა არ არის ფინანსისტი, ეკონომისტი და მან არ იცის, ვთქვათ, აი ახლა ჩვენ როგორ უნდა ვისაუბროთ აი ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს კომპეტენტური პიროვნება ჭირდება და ჩვენ აზრს გამოვხატავთ. ამიტომ კაბალური პირობებია 10%-ზე ზემოთ პროცენტების დაწესება. ქვემოთ უნდა ჩამოხვიდეთ და დღეს სანამ სტუდიაში შემოვიდოდი, მე მანამდე მქონდა შეხება YouTube-ზე ვეძებდი, იმიტომ რომ გადაცემაში უნდა ჩამედო აუცილებლად მამუკა ხაზარაძის გამოსვლები. მე მახსოვს, რომ სანამ ცუდად გავხდებოდი რამდენიმე თვის წინათ, მან ის ხალხის გაჭირვებაზე ალაპარაკდა და სასაცილო მომენტი გახდა, იმიტომ რომ ხალხი კი არ იჯერებდა და კი არ ეთაყვანებოდა, ან ლოიალურმაც კი არ გამოხატავდა ლოიალობას მამუკა ხაზარაძის მიმართ, პირიქით ეცინებოდა, იმიტომ რომ დაუჯერებელი იყო ამ კაცისგან იმ სიტყვების მოსმენა, როდესაც ის ხალხის გაჭირვებაზე და უბინაობაზე და უფულობაზე საუბრობდა. აი ეს მინდა რომ სწორედ მაყურებელს წარმოვუდგინო და ამიტომ ამას ვეძებდი. თუ გამოსწორდა ბატონი მამუკა ხაზარაძე და მისნაირი ბანკირები, მაგას რაჯობს და ღმერთმა უშველოს კი ბატონო და შეიკრა ნახლა და დადონ პირობა იმ ხალხის წინაშე, რომ ჩვენ პროცენტებს კი არ გაგინულებთ, არ გვინდა განულება. ესე იგი პროცენტებს დააკლებენ. ეს არ შეიძლება. აგერ ბატონი გოგი თოფაძე გარდაიცვალა, ეს რატომ მომყავს ეს მაგალითი ღმერთმა აცხონოს მისი სული. გარდაიცვალა პატარკაციშვილი, გარდაიცვალა ჟვანია, ეროსი კიცმარიშვილი, ძალიან ბევრი მილიონერი ადამიანი გარდაიცვალა და მათ ერთი კაპიკი ფული არ წაუღიათ აქედან და ვერ წაიღებდნენ. იმიტომ რომ იქ მათ ფული არ ჭირდებათ. აი აქ ჩვენ ვინ ცოცხლები ვართ და ელემენტარულად კვება გვჭირდება. ელემენტარულად დენი და გაზი გვჭირდება. ელემენტარული პირობები გვჭირდება. თქვენ ამას ჩვენ გვიხშობთ. იმისათვის რომ თქვენ ფული დააგროვოთ, ეს ფული ობდება. ამ ფულს ეს ფული და მე დაობებული ყროლდება. ცუდი სუნიასდის ძალიან. ფული საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ელემენტარული მოთხოვნები დავიკმაყოფილოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, გამოსავალი ერთ რამეშია. დააკელით პროცენტები და დაიყვანეთ მინიმალურ ზღვრამდე, რომელსაც ერქმევა 3, 4, მაქსიმუმ 5%. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება 5% ძალიან დიდია, რომ ხალხმა ელემენტარულად შეძლოს. უმუშევარმა, უქონელმა, უპოვარმა, მშიერმა ადამიანმა შეძლოს მიცვალებულის დასამარხი ფულის გამომტანმა შეძლოს ამ პროცენტების დაფარვა. ამიტომ რომ მე რეალური სიტუაციიდან გამოვდივარ, ადამიანს ეშინია ავად გახდომის, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საიდანღაც, არ ვიცი, ზოგი ამბობს ხელოვნურად არის ეს ვირუსებიო შემოტანილიო. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას ფაქტია, რომ ყოველი პირველი თუ არა, ყოველი მეორე დაავადებულია. თან ეს საშინელი შტამებია, ეს რაღაცა საშინელი გრიპები და თუ ვერ მიიღე სათანადოდ დროულად წამლები, მომენტალურად შეიძლება დაიღუპო
და ყველაზე კარგ შემთხვევაში ფილტვების ანთებაში გადაგივიდეს. რაც აბსოლუტურად ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, აფთიაქში რომ შევდივარ, მე მაგალითად კერძო დაზღვევა მქონდა მე და ჩემს მეუღლეს GPI Holdings-ზე მაქვს საუბარი. ეხლა სესხებიდან იქ გადავედი, მაგრამ ესეც გარკვეული სესხია. მე ეს ჰოლდინგი მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მამცირებს. ჯერ ერთი ვერ მივხვდი, რას მინაზღაურებს. და მეორეც თუ მინაზღაურებს რაიმე წამალს, ის აუცილებლად არის ძალიან დაბალი პროცენტები თანაზღაურება. და დიდი პროცენტები მე უნდა ვიშოვო. ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. და მას იმისათვის ჭირდება დაზღვევა, იმიტომ კი არა რომ ეს რაღაცა აუცილებელია რომ ის ელიტ წარმომადგენელია და მას დაზღვევა უნდა. დაზღვევა იმიტომ ჭირდება რომ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო იქნება თუ ის კერძო კომპანია რომელსაც ეს დაზღვევა წარმოადგენს. მაგრამ არა. დაზღვევაც გეთამაშება და თან ძალიან ცუდად გეთამაშება. ფარმა მაფია გეთამაშება და თან ძალიან ცუდად გეთამაშება. თვითონ მაფია არის ის სიტყვა, რომელიც კი არ გეთამაშება, პირდაპირ კლავს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ფარმა მაფია გეთამაშება ბჭყალებში ჩავსვი, იმიტომ რომ ჯერ ღმერთმა იცის რა წამალს ვყიდულობთ, როგორც ამბობენ ცარცია და არა წამალი. და მეორეც, საიდან არის შემოტანილი და მესამეც, ადევს სასწაულად, კატასტროფულად დიდი ფასები. ჰიგიენის საშუალებებს დიდი ფასები ადევს. და ამას რომ თავი დავანებოთ, კარგი, არ მოიხმარ ჰიგიენის საშუალებებს არ იმაზე და რაღაცა ძალიან პრიმიტიულ პირობებში იქნები, მაგრამ საარსებო ელემენტარული საარსებო საკვების საშუალება რა ღირს. ხო და ჩემო ბიძინა, როდესაც ადამიანს შემოსავალი არ აქვს, ის აი ამ ელემენტარულ რაღაცებს ვერ იყიდის, როდესაც პენსიონერი წამლებისთვის გადადებს ფულს, რომელიც კატასტროფული არის და 350 ლარიდან ის დაახლოებით 400 ლარამდე ის დაუჯდება წამალი და მერე რომ წინასწარ გამოიტანს და ისიც საშინელი დიდი პროცენტებით აი ამ თანხას ბანკიდან იმ ადამიანის სიცოცხლეს მითხარი რა აზრი აქვს. აი აზრი მითხარი ჩვენი ცხოვრების, მაშინ როდესაც არაფერი აღარ გვაქვს. აი ეს არის გამოსავალს მე ვფიქრობ, რომ გავაპროტესტოთ ცემატყებით კი არა, რომ ვიღაცები ჩავწიხლოთ, მაგებით კი არა, უბრალოდ მოვითხოვოთ ყველამ ერთხმად, რომ პროცენტი დაუწიოს ბანკებმა. ჩვენ ფასიან ქაღალდებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ფასიანი ქაღალდები ჩვენნაირი ადამიანებისათვის მოდაში არ არის. ფასიანი ქაღალდები, აი დიდი ხალხი რომ გვიზის, პრეზიდენტიდან დაწყებული დამთავრებული აღმასრულებელი სტრუქტურების მაღალჩინოსნებით, საჯარო სამსახურების მაღალჩინოსნებით, იმათვის არის ფასიანი ქაღალდები და ამათ ფასიან ქაღალდებსაც ჩვენ ვინახავთ. ჩვენ რომელსაც წეწავენ თუ არ გადავიხდით, მაშინ დენს ჩაგვიჭრიან, გაზს ჩაგვიჭრიან და გვამყოფებენ აი ასეთ მდგომარეობაში. ასე რომ ჩვენ ჯერ დავიწყოთ ბანკებთან აი ამ მოთხოვნითა და გაპროტესტებით და მე დანარჩენს ყველაფერს ნელ-ნელა მივხედავთ. ჩვენი სიტყვა თუ არ ვთქვით, ის ანტიქრისტე გამეფდება კიდეც და ის სიტყვები მარტო რომ ჩვენთან ვერ გამეფდებაო, გამეფებული არ არის, რაც ხდება აი ეს ბავშვები წამალში იხოცებიან და მშიემწყურვალენი არიან, იმიტომ რომ ენერგიის დახარჯვა უნდა ელემენტარულად ახალგაზრდობას და არაფერი მაგათ აღარ აქვთ. რა გააკეთონ? ესეც აი ამ გაუმაძღარი ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების სიტუაციაა და ბანკირების, რომლებიც დიდ პოლიტიკაში გადავიდნენ. ახლა აქედან აკეთებენ ვექსილებს, აქედან აკეთებენ სესხებს და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, ჩემო ბიძინა და ეს არის ჩემი თვალსაზრისი. მე არ მინდა რომ ჩემი სიტყვები აი ამ სტუდიიდან მხოლოდ სიტყვებად დარჩეს, ჩვენ თუ რამე არ მოვიმოქმედეთ, არაფერი არ გვეშველება. და მე
სიცოცხლეშივე თუ გულზე დავიკრებთ ხელებს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ უკვე გარდავიცვალეთ და მორჩა. მე კიდე არ მინდა, მე კიდე სიცოცხლე მინდა. სიცოცხლე მინდა და მარტო ერთი ადამიანი მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან. აი ეს არის. ბიძინა რამეს თუ დაამატებ, შეიძლება მონოლოგი ცოტა დიდი გამომივიდა. მაგრამ მე რო არ მეთქვა ეს ჩემი სათქმელი, რასაც მე იცი, კიდე ერთი რაღაც მინდა და მადლიერებაზე წეღან რო ვთქვი. საავადმყოფოში რო ვიწექი. ელემენტარულად ექიმი რომ მომეფერებოდა, თბილად ამელაპარაკებოდა, მე მზად ვიყავი. რომ საჯაროდ აი ის წვეთოვანები რომ მედგა და გადასხმები და რაღაცები მიკეთდებოდა, აი ამ ხელებით როგორც იქნებოდა ძლივს ვწერდი იმას, რომ რა კარგი და როგორი პროფესიონალები და ყურადღებიანი ექიმები იყვნენ და მე მათ მინდა რომ მადლობა ვუთხრა. მათაც პატარა ბავშვებივით უხაროდა და უფრო მეტად აქცევდნენ არა მარტო ქეთის სესიაშულს, არა, მე ერთი რიგითი პაციენტი ვიყავი იქ, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში. ყველა პაციენტს აქცევდნენ ყურადღებას. მე მადლობა მინდა, აქედან ვუთხრა კლინიკა ესკულაპს, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპს და თელმის ექიმებს და ასევე პულმონოლოგ ბატონ კახა ვაჭარაძეს, თერაპევტ ქალბატონ სალომე ნაკაშიძეს, ეკა სამნოაშვილს ექიმს და ყველა მედპერსონალს, რომლებიც პირადად თუნდაც ჩემზე ზრუნავდნენ და ჩემთან ერთად ვინც იწვა იმ პაციენტებზე. მადლობა მათ. აი ამ ყურადღებისთვის და ჩემგან კიდე მადლიერება მიიღეთ თქვენ. კი ბატონო. მე ეს მადლობა უნდა მეთქვა. აუცილებლად მადლობა უნდა. საიდან სად გადავედი, რომ ერთები და რომ თემაზე, მაგრამ უნდა მეთქვა. არა, დასკვნა და მოსულა. კი ბატონო. აბა დაამატებ რამეს? არა, დავამატებ. გარდა იმისა, რომ ეხლა ეცეთ ბუნებით მე საერთოდ ახლა ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ეს საქვეყნოც მე მიხარია, მაგრამ არის ერთი მაგრამ ის რაც კეთიმ თქვა, ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა დღეს, მაგრამ როგორც ადრე ვეხუმრები ხოლმე მუქფერებშია დანახული და გამოსავალი არსებობს ყოველთვის ყველა სიტუაციიდან და აქაც არის ეს გამოსავალი. ძალიან ხშირად მიყვარს ხოლმე ესეთი გამონათქვამი, ესეთი შეგონება, რომ მიენდეთ ღმერთს და ყველაფერი იქნება კარგად. კეთი მახსენა სიყვარულის თემა და მე ვეტყოდი ასე. მამული ენა სარწმუნოება, ღმერთი სამშობლო ადამიანი და ძალიან მარტივი თეზა, რომელიც თავის დროზე პეკატივის გადაცემაში გავაჟღერეთ. ადამიანის ცხოვრების არსი არის ცხოვრება და მოღვაწეობა. ღმერთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეობზე და როცა ეს ყველაფერი იქნება ჩათვალეთ რომ პრობლემები ასეთ მწვავედ აღარ იქნება. ახლა შენ აღმერთმა ჩემო ბიძინა, მე ზუსტად უბრალოდ მე ძალიან ფართოდ აღწერე ეს ყველაფერი და შენ სამ სიტყვაში მოაქციე, სამ წინადადებაში მოაქციე ყოველივე ის, რაც მე ბევრი სიტყვით ვთქვი, მაგრამ ორივე ერთი და იგივე შინაარსის ვთქვით. რა თქმა უნდა, მამული ენა სარწმუნოება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი და დავუდგეთ ერთმანეთს მხარში. პროცენტებს კიდე დავუკელით. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის ბიძინა.